განსასწრების გარეშე ჩვენგან ჭეშმარიტების შემოცნება შეუძლებელი იქნებოდა. ამის დამადასტურებელი კი ისაა, რომ ღმერთს ადამიანის შესახებ ნახეთ საინტერესოა. ღმერთი არ განებებს თავს. ერთი განსასწრელი დამთავრდა, მეორე დაიწყო, მეორე დამთავრდა, მესამე დაიწყო, მესამე დამთავრდა, მეოთხე. აი ესე არ მთავრდება. იმიტომ რომ არ გიყვარს, შესაბამისად არ მთავრდება. სანამ არ შეიყვარება, არ გიყვარს, ისევ იქნება განსასწრელი, ისევ მოვა ეს განსასწრელი, აუცილებლად. და რატო გტანჯავს ასე ღმერთი? მეგვეშვას რა ცოტა შევცოდავ, ცოტა რაღაცა, ასე ლაითი ქრისტიანები ვიქნები და მე რაღაცა გვიშველოს. არ შეიძლება ესე? არ შეიძლება და რატო და გვიხსნის. ამის დამადასტურებელი ისაა, რომ ღმერთს ადამიანის შესახებ დიდი მიზანი აქვს. ღმერთის მიზანი ყოფილხარ შედალოცილო და იმიტომ არ შეიძლება. ანუ შენ აი ესე უკაცრავად სლენგისთვის ლაითად ვერ მოახერხებ იყო სასუფეველში, მოდი ესე ვთქვა. ვერ მოახერხებ, არ გამოვა ესე. იმიტომ რომ შენ სტატუსით უნდა გახვიდე, ღვთისშვილის სტატუსით უნდა გახვიდე, მადლით ღმერთობის სტატუსით უნდა გახვიდე. სხვანაირი სასუფეველი არ არსებობს. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ არ გვწამს 60 სადაც ხორციელი სიამოვნებების აპოგეაა რაღაც. არა, ჩვენ ღმერთთიშვილობა გვეძლება, ეს არის და ამიტომ ღმერთს შენ შესახებო გეუნება. მე რომ დავდგე და ესე იგი ღმერთს მიზანი აქვს ჩემ შესახებ. ვინა ვარ მე? რას წარმოვადგენს სამყაროში და გალაქტიკების შემოქმედ ჩემთან დაკავშირებით მიზანი ქონია, გესმით? ჩემთვის მოიცალა. დიდი მიზანი აქვს და არ არსებობს ადამიანი. ნახეთ, ხო შეიძლება, შენზე კი აქვს მიზანი ახლა შენ მე რა, ახლა მე შენ ისაკასულზე ქონდა მიზანი და მე ახლა ჩემთვის ვიქნები ღობესთან მიგდებული, არ შეიძლება? და ნახეთ, დიდ მიზანზე როცა საუბრობს, მე ამბობს, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ღვთის განგებლობის გარეშე იქნებოდა დარჩენილი. აი ამ განგებლობის გარეშე მიზანი რო აქვს, ანუ ყველაზე მიზანი აქვს. ყველა ადამიანზე მიზანი აქვს. და შეუძლებელია ამ მიზნის გარეშე ადამიანი გერქვას. ადამიანი რო ხარ, ესე იგი მიზანი შენ შესახებ მიზანი აქვს. ამიტომ არ დაგანებებს თავს და ლიტურგიკულ მსახურებაში ოქროპირის წირვაშია, თუ არ ვსწრები, პირდაპირ არის. ხო, ოქროპირის წირვაშია, მადლიერების ლოცვაში რომ პირდაპირ ვახსენებთ საკუთარ თავს და გვეუბნებათ ლიტურგიკული მსახურება, რომ ღმერთი არ დაგვანებებს თავს, სანამ არ გვაცხოვნებს. არ დაგვანებებს თავს, სანამ არ გადაგვარჩენს. ამიტომ განსასწრებელი მოუკლებლივ იქნება ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მოუკლებლივ არ გვიყვარს ჩვენ ღმერთი.